მოდი ჯერ ვაჩვენოთ პროკურატურის ბრიფინგი, რომ ხალხი საქმის კურსში იყოს, რა ხდება მაგ ამბავზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას. გმადლობთ ყურადღებისათვის. პარალელურად უნდა დავამატოთ, რომ ოფიციალური განცხადებით ასევე დაკავებულია კობა ხუნდაძე, რომელიც თავად სამართალდამცავებისავე განცხადებით არის ლილუაშვილთან დაახლოებული პირი და საქმეში დამატებით ამ ადამიანის დაკავების შემდეგ 4.2 მილიონი დოლარი გამოჩნდა იმ 7 მილიონს, რაც ამოიღეს სახლებიდან, კიდე 4.2 მილიონი დოლარიც დაემატა. გაირკვა, რომ ქართული ოცნების მმართველობის აქამდე რაც ყოფილა 13 წელი, სულ ყოფილა კორუფცია. აი ბოლო ეხლა ჯერ კიდე გასარკვევია, სათუ ასეა თუ ისეა, ბოლო ნახევარი წელი, არაერთი წელი კობახიძის მოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ ლილუაშვილი ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო, აგერ 6 თვის წინ. ბოლო 6 თვის გარდა, რომელიც ჯერ სათუოდ ტოვებენ აქ ახლანდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჩვენ გვიცხოვრია ტოტალური კორუმპირებული მთავრობების პირობებში. ერთი მეორეს ცვლიდა, ერთი მეორეზე შეუიარაღებელი თვალით ყველა მიცოდა, აი რაღაცა, არ ვიცი, ბავშვმაც იცოდა, დიდმა, პატარამ, ყველა მიცოდა, რომ ესენ კორუფციაში იყვნენ ჩამოჩვალები, ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ყველას უტევდა ოცნების ლიდერშიპი, რომ თქვენ ამას რატო იძახით, ეგ რაღაცა ბინძური ბრალდებებია, ისინი არიან ხალხი, რომელიც წირო ფული დაუდო ხელს არ მოკიდებს, ასეთ რაღაცას როგორ აკადრებ მოღალატეები. ყობახიძეს აქვს ეგ ტექსტი ნათქვამი, რომ ქართულ ოცნებაში ისეთი ლიდერები არიან, მაგიდაზე ფული რო დაუდო ხელს არ მოკიდებსო, ობიექტური რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ობიექტური რეალობა აღმოჩნდა ისეთი, რომ კორუფციისთვის თავის დროზე გაშვებული ღარიბაშვილი უკან დააბრუნეს, ისევ ძალიანი კორუფციონერა, შუალედშიც ვინც იყო, ისინიც გაუშვეს, გამოუშვეს, გადაუშვეს და მე ვიდეო დალაპარაკე, რომ ისინიც კორუფციონერობდნენ. 13 წელი გვაცხოვრეს კორუფციაში. ოცნებამ რაც იარსება, სულ იყო კორუფცია. 6 თვე სათუო კიდე დაობს ამ ბოლო 6 თვეზე მოქმედი ხელისუფლება. დანარჩენზე შევთანხმდით. ხო და იმ დანარჩენი 13 წელი ჩვენაც ვილაპარაკეთ, ყველამ რაც ილაპარაკა პრინციპში ამოწინააღმდეგ ოცნების ამორჩევლების გარდა, ვაი ცუდად მართავთ ბიუჯეტს იპარავთ, კორუფციაში ჩაახშეთ ქვეყანა. ყველა მართლები რო ყოფილან და ოცნების ამორჩევლები და ოცნების ლიდერშიპი რო ყოფილან ტყუანი. საკითხი ცოტა ისე არ დგება, რომ რავი იქნებ ეხლაც მართლები ვართ. ამ სულ გვატყუებდნენ და 13 წელი თუ გვატყუებდნენ, ეხლა ბოლო 6 თვე იძახიან, რომ აი ეხლა არის სიმართლის დრო, ეხლა ვლაპარაკობთ მხოლოდ სიმართლეს. მანამდე ჩვენც რო ვლაპარაკობდით, რომ ესენი არ იპარავენ, ჩვენც ვტყუოდით. კაიგე ამ მე მგონი მან საერთოდ სხვანაირად მუშაობს ეგ ნახე. აი ოცნების პრემიერი რო იპარავდა, ეგ ხო გაირკვა. კი. მაგრამ შენ რო ამბობდი, რომ ოცნების პრემიერი იპარავს,
შენ მაგის თქმის უფლება ჯერ ერთი არ ქონდა და ეგ მაინც ტყუილია. იმიტომ რომ ოცნების პრემიერი რო იპარავს და შენ რო ამბობ რომ ოცნების პრემიერი იპარავს, ეგ არ არის ერთი და იგივე. მარტო ოცნებას შეუძლია თქვას რომ ოცნების პრემიერი იპარავს. მაშინ ხდება ეგ ეგრანაირად მუშაობს. და შენ რო ამბობ რომ ოცნების პრემიერი იპარავს, ეგ ტყუილია. ეხაც ტყუილი, აი ადრე რო ამბობდი რომ ოცნება კორუფციული არის, შენ მაშინაც ტყუოდ, იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია მაგის თქმა. ოცნებას შეუძლია. ეგ ოღონდ მაგას აქვს თავის ლოგიკა და მე აღვხვდი მაგ ლოგიკას. ეგ არის ულოგიკო პოზიცია. აი მაგალითად ოჯახის წევრთან, ოჯახის წევრს შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს. მას შორის უხეში ლაპარაკით შეიძლება მოხდეს, მაგრამ სხვამ რო უთხრას იგივენაირად, ხო? მაგას არ შეარჩენს. ეგრე არ შეარჩენს, გესმის, იმიტომ რომ ეს ოჯახია. ეს რაღაც შიდა საქმეებია. ეხლა ერთმანეთს რო ეჩხუბები, ეგ არის შიდა საქმე. კორუფცია ვის კითხავს? აქ არის ოჯახი. კორუფცია არის ღრმად ინტიმური, შიდა საკითხი ოჯახის შიდა სამზარე. ხო, ეგ პარტიის შიგნით ირჩევა ძმაო, შენ აქ გვერდიდან დგახარ ეხლა და კორუფციაზე დეფინიციებამდე გავიდეთ რა. ნუ კაი ოჯახი არა, ეს არის აი რა იცი მაგალითად ისტორიულად იყო აი კაი კლანი, თემი. აი კლანი. ხო იყო აი გვარები რო კლანს ქმნიდნენ და შეიძლება პირდაპირ ერთი ოჯახი კი არ არის, მაგრამ აი კლანის საქმე არის შიდა საქმე. გარედან ვიღაცა სხვა კლანი მოვიდეს და ამას ურჩიოს, შენ შიგნით ერთმანეთს რატო ეჩხუბ? აი ეს კაცი დასაჯელიაო, ამას კლანი გარეთ არ და სხვას არ ალაპარაკებდა ამას, მაგრამ შიგნით დასჯიდე. იგე? და ფათაშორის ანუ კოზა ნოსტრაში მაგის თქმა მინდოდა ეს ინდოეთში ეგეთ ორგანიზებულ სინდიკატებში, კრიმინალურ სინდიკატებში და კოზა ნოსტრაში ეგეთი წესი იყო, ანუ შეიძლება მაფიის წევრი ყოფილიყო და ოჯახის ბოს ქონოდა გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ამისთვის, მაგრამ ვიღაცა არიფს კი არ მოაკლევინებდნენ კაცო, ანუ არიფისთვის ის მაინც ხელუხლებელი იყო და როგორც ჩანს ეგეთი წესებია. კი, აი ის კინო როა რა ქვია. კაი ბიჭები ქვია თუ Goodfellas, ხო? მაგ კინოში სლავნი პარნი. ხო, მაგრამ სხვათა შორის სლავნი პარნი არასწორად არის ნათარგმნი რუსულად. აი, კაი ბიჭები უფრო კორექტული ნათარგმნია Goodfellas. არა, ხო, კი. ანუ სლავნი პარნის ვერ გაიგო. ეგენი არის მაგ კინოში კაი ბიჭები არის. ხო და ეგ Goodfellas ვინც არის მაგ ფილმში არის ეგეთი მომენტი, სამი გმირი ხო არის? და ერთ-ერთი გმირი არის მაფიის წევრი იტალიელი, დანარჩენები არ არიან იტალიელი, ოღონდ სამი კრიმინალები არიან. იმერც რომ მოკლავს მაფია, მე ეს დანარჩენები ხსნია რომ ჩვენ გამწარებულები კი ვიყავითო, მაგრამ მან ჩვენ ვერ ჩავერევთ ეგ იტალიელებს შორის სირკვევა რა, ეგ მაგათი შიდა. არა, ეგ ყველაფერი საქმეა. ამათი საქმე. არა, ეგ მესმის, ეგრე გამოდის. რომ გავყვეთ ლოგიკას. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ რომ ეგრე უნდა იყოს. არა, ჩვენ რომ შემთხვევით სახელმწიფო გქონდეს, აი რომ დაუშვათ ეგეთი ნახე, ჩვენ რომ დაუშვათ ისეთი გიჟური აზრი, რომ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ნუ ეს კატასტროფა იქნებოდა. მაგრამ რადგან სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ, კოზანურში, ხო დაიყურე, ყველაფერი გასაგებია. არა, იმიტომ რომ თუ კლანური მიდგომა მაშინ საერთოდ ტელევიზორში რატო აცხადებენ კაცო? მაშინ რა ეს რა სახელმწიფოებრივი რატო არა? ხო, აი თუ შიგნით არ ყვევენ და გარეთ არ გამოაქვთ ეს ყველაფერი, მაშინ საერთოდ გარეთ რატო გამოაქვთ ეს ყველაფერი? გეტყვი. მაგას აქვს. ხო, აი ეგ არის საკითხი. ნახე, აი მაგასაც აქვს თავისი ლოგიკა. ყველაფერს აქვს აქ ეგრე არა. აი სანამ მაგას მე საერთოდ ეგეთ კითხობ. საერთოდ იჭერენ ღარიბაშვილს. აი მანდატიც მივიდა რა, იმიტომ მანდატიც უნდა. მე საერთოდ არ ვთვლი რომ ღარიბაშვილმა რო აღიარა რომ ფულს იპარავდა, ეგ ავტომატურად ნიშნავს რომ ოცნება მაგას დაიჭერს. ეგეც არ ვიცით. ანუ რაც დრო გადის კითხვები იმატებს. ო, ანუ მე მანდ რა არ მესმის, ცი? ნახე, აი უბრალოდ ლოგიკას გაყევი. ადამიანებთან შევიდნენ სახლებში, ჩაუტარეს ჩხრეკი. სახლებში უპოვეს მრავალმილიონიანი რაღაც თანხები, რომლებიც არაფრიდან არის მოსული. არ უნდა ქონოდეთ ეს თანხები, მოპარულია. ხო? ეს მრავალმილიონიანი თანხები მოპარულია, ისინი ვერ ადასტურებენ საიდან გვაქვს. და გავიდა დღეები
ანუ ეს ქმედება უკვე ჩვენ ფორმულირებაზე შევთანხმდებით, ეხლა ხო გამოაცხადა სუსი წამონა. ანუ სახლში შეხვედი, მოპარული ფული ამოუღე, ხო. ჯერ ფორმულირება არა გაქვს გარკვეული, მერე წამოხვედი, დაკითხე და აღიარა რომ ფული მოვიპარე. გაიგე? და პასუხი არის რომ ვიფიქრებთ ფორმულირებაზე. და რას შეუფარე? აი მან არის ერთი პრობლემა. და ფორმულირებაზე იფიქრე. 500 იურიდიული ჩერენ ქვეყანა. იურიდიული პრობლემა ნახე. თუ არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე, ვერავისთან ვერ შედიხარ ჩხრეკაზე. ანუ ჯერ რაღაცა მუხლია კონკრეტული, რომლითაც უნდა გაიგოს რა რაღაცა დიდი ოდენობით სახელმწიფოს ასრების მოპარვა, ან რაღაც კორუფციული გარე, რაღაცა მუხლი, ანუ სისხლის სამართლის კოდექსს რო გადაშლი, რაღაცა ნომერი უნდა ეწეროს, მერე გამომძიებელი მაგითი მიდის და აღძრავს საქმეს და მაგითი მერე შეიძლება შეხვდეს ადმე ჩხრეკაზე. თუ ღარიბაშვილთან ჩხრეკაზე შევიდნენ, ესე იგი უნდა არსებობდეს რაღაცა მუხლი, რომლითაც არსებობს რაღაცა სისხლის სამართლის საქმე. ეხა გაირკვა რომ შევიდნენ და მილიონი ყოფილა. წავიღეთ მილიონი, ღარიბაშვილი არ დაიჭირეს. უკვე კითხვებია. იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად სახში რომ შემოვიდნენ და მილიონი რო დახვდეთ მილიონი დახვდეთ კი არა კაცო, აი 100,000 რო დახვდეთ. 100,000 კი არა, აი პროსტო ჩხრეკაზე რო შემოვიდნენ და არაფერი არ დახვდეთ, რაღაცას დაგვიდებენ და წაგვიყვანენ. ან აი ამ სიტყვის სრული აი შემოვიდნენ და არაფერი არ არის, არაფერი, აი ხა ეს დაუდგეთ რა. წამორძანეთ, მაინც გიჭერთ რავი. ხო და ამას რატო გითხულობ იცი? აი მიხვედი და 4 მილიონი დოლარი სახში წავიღებთ ამას და თქვენ იყავით რავი და არის ჭერთ არა ეს იყოს სახში. ანუ ეხლა ნახე, ეხლა ოფიციალური სტატუსი ხო ეგ აქვს ღარიბაშვილს, დაკავებული ხო არ არის? არა. ანუ 4 მილიონი დოლარი სახლიდან ამოუღეთ. არა, 7 ჯამში, ნუ აი რაღაც 4-5 რა ვიცი, მილიონები ამოუღე სახლიდან, ხო? და არ დაიჭირე. და აი სიმამრის პადვალში კიდე ერთი ჩემოდანი ფული რო კონდეს და სანამ შენეს არ დაიჭირე ის ჩემოდანი სადმე მოკისტა. ეგ ვარიანტი არ არის? აი საერთოდ ეგ ვარიანტი როგორ არის? იცი, საერთოდ როგორ მუშაობს გეტყვი. აი ეს ხუნდაძე დღეს რომელზეც იყო საუბარი, ხო? მუშაობს ასე. შევიდნენ სახში, ამას 4 მილიონი ქონია სახში, ეს არაფრით დასაბუთებადი რო არ არის, ანუ მოპარული. აი წაიყვანეთ დააპატიმრეთ ეს ადამიანი, დაპატიმრებულია კორუფციაზე. ეგრე მუშაობს აი. კი. ზუსტად იგივე პროცედურა მოხდა, უფრო დიდი თანხები იყო იმ შემთხვევაში 7 მილიონი იმ ფიგურებთან ღარიბაშვილი ლილუაშვილი ფარცხალ. იმ შემთხვევაში აი დარჩენეზენ იყვნენ სახში და მათ კი არ დამთავრებულა კაცო. სახში ხო იყვნენ. მე ღარიბაშვილი მიიყვანეს და ვაღიარე. იმან აღიარა, გაიგე, რომ უკანონო შემოსავლები მიიღო. ანუ კორუფციას ვაღიარა. და ეხლა რას ვიზავთ, იცი? უნდა გავუგოთ და ვაპატიმროთ. ეხლა მოვიფიქრებთ ფორმულირებას. რა ფორმულირება უნდა მოვიფიქრო? უკანონო შემოსავლები აღიარა და უკანონო შემოსავლების ფორმულირებით აი პატაშორის შეუსფარდეთ რაც ეკუთვნის. აი მე როდესაც სუსის ბრიფინგი ვნახე და ეგ მოვისმინე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რომ ღარიბაშვილმა აღიარა, ну ეგრევე ეგ ასოციაცია გამიშთა twin-ში რომ სავარაუდოდ აღარ იჭერენ. ხო, არ ვიცი. მე არ ვიცი, არაფერს არ ვამტკიცებ. არა, მე არ ვამტკიცებ, მაგრამ ეგრევე ფიქრი ამ ვერსიისკენ წავიდა. არ ვიცი, შეიძლება მე ვწდებოდე და მაგრამ თვითონ აი დაანონსება ამის წინასწარ ამ კაცმა აღიარა მე ეს თვითონ ღარიბაშვილი გამოვიდა სუსის შენობიდან და სახში წავიდა და აღკვეთი ღონისძიება უნდა ჩაწარდეს უახლოეს დღეებში. ნუ ეგ უკვე მაფიქრებინებს იმას რომ დიდი ალბათობით მე ვფიქრობ შეიძლება მე ვწდებოდე, მე ეგრე მგონია რომ ნუ როგორც ჩანს გირაოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოუტან სასამართლო. და როგორი რაღაცა იცი? და ნუ ეს რო გავიაზრე, მე საიტკენ წავიდა ჩემი ფიქრი, რომ სინამდვილეში ჩვენ ხომ სახელმწიფო არ გვაქვს.
და ეს ჩანს ყველა ნაბიჯში, ყველა გადაწყვეტილებაში და ყველაფერში სინამდვილეში ჩვენ როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო არ ვართ სერიოზული ხალხი. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. სახელმწიფოებრივი აზროვნება ამ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში მართველ ძალებში, პოლიტიკურ ელიტაში არ არის მიღებული. იქ კლანური მიდგომებით, მაფიოზური მიდგომებით, ლაჟორის იმან თქვა ერთხელ. იმან აკვია კაცო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. გახარიან თქვა რომ ჯიგრულ ქართულ პონჩიო რა. რაღაცა იქ მოვილაპარაკეთო ჯიგრულ ქართულ პონჩიო. ხო, ეგ იმაზე მიანიშნებს რომ ჯერ არა ვართ იმ დონემდე ჩვენ ჩამოყალიბებულები და გაზრდილები რომ სახელმწიფო გვჭირდება რა. სახელმწიფო აზროვნება, სახელმწიფოებრივი მიდგომა ეგ ცოტა სხვა რაღაცას გულისხმობ. ეგ კიდე საჩანს, იცი, აი მათ შორის. აი ეხა ხო დაიჭირეს 50 თუ 60 აქტივისტი. და ერთი გამოარჩიეს თვითონ მედია. ვიღაც ერთი გოგო იყო რა. ყველაზე მეც ვინც ყვიროდა იმ აქციებზე. და თურმე მას მცირეწლოვანი შვილი ყავს და როგორ იტანჯება ბავშვი დედის გარეშე. და გირაოთი გამოუშვეს ეს. ყველა დანარჩენი დატოვეს და ეს მაინც და მაინც ვინც აშკარად ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ ქუჩის პროტესტების. ეს გამოუშვეს. ეგეც ხომ მეტყველებს რომ ჩვენ ჩვენ სახელმწიფოების ხალხი არა. კანონის იმით კი არ უყვა, ეს ცოდვა. ის ბავშვია. იმას ბებია გარდაეცვალა. რაღაცა. აი ამ მიდგომით, აი ამ ენერგიით ვაშენებ ჩვენ სახელმწიფოს და ხარიბაშვილის ადვოკატის რაღაცა განცხადება არის მე მგონი. ხო არ გაუშვათ. კი, მოიცა გადმოწერო და გაუშვა. გიორგი რასაც ამბობს, ეგ რატო არის მნიშვნელოვანი რა. ეხლა დაიწყება ქართულ ოცნებაში რა განწყობების გენერირება. აი წინასწარ იცოდეთ ხალხო, რომ გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ამხელა დამსახურება აქ ხა და ხარიბაშვილი მაინც ჩვენი გუნდის წევრი იყო და ხო არ დავიჭერთ აბა და შინაარსის იქნება, რომ ხარიბაშვილი რახან ამათიანია. სუბოქად უნდა მიუდგნენ კანონის კუთხით და აი ნორმალურ სახელმწიფოში როგორ აიცი, ეგ არის პირიქით. აი ვიღაც ადამიანი მაგალითად თუ არის მთავრობასთან დაახლოვებული და დამტკიცდა რომ კანონი დაარღვია, მთავრობას მოეთხოვება რომ ამის მიმართ 10-ჯერ უფრო კაცრად დაიცვას კანონის მოთხოვნები, ვიდრე სხვის მიმართ, რომ ეგეთი შემთხვევით არ გაჩნდეს ისეთი განცდა, რომ კანონზე მაღლა დგას მთავრობასთან ძმაკაცო. მე კანონის სახელმწიფო ეგრე უდგება ხოლმე და ჩვენთან ეგრე პირდაპირ ეგ ნათქვამი იქნება, რომ ეხა მთლად კანონით ხო არ მიუდგებით კაცო ამას, ჩვენიანია. არსებობს ეგეთი კლასიკური გამოთქმა, მუსოლინის უყვარდა სხვათა შორის ეგეთი თქმა, რომ მეგობრებისთვის ყველაფერიო და დანარჩენებისთვის კანონიო. და მაგის რაღაცა ვარიაციები გვაქვს საქართველოში რა. მოდი, აი კორუფციასთან ბრძოლის იმიჯის შექმნა ხდება. ირკვევა რომ კორუმპირებულები არიან ყველანი თავიდან ფეხებამდე. თან ამითი. აი ამ კორუფციასთან ბრძოლის იმიჯის ფონზე ირკვევა რომ ესენი ყოფილან, რა ვიცი მე, რა დღეში ხართ ხალხო, ხო? ეგ ირკვევა. რა და იშოვეთ. თან ცოტა ისეთი პირი ეგრეთ განწყობებსაც არცელებენ რომ აი უცბად რომც არ დასაჯონ. ეგეც არ არის მთლად აი ეხლა წარმოუდგენელია რა თქმა უნდა რომ არ დასაჯონ, იმიტომ რომ ლოგიკაში თუ ჩავსვათ ზოგადად რამეს წარმოუდგენელია, მაგრამ იმდენად არალოგიკური რაღაცები ხდება, რომ განწყობების დონეზე რომ ვიმსჯელოთ, მაგ განწყობასაც რაღაც თვალსაზრისით ასხივებენ და რა რისი თქმა მინდა, იცი? კორუფციაში რომ იხრჩობიან ყველანი ეგ გაირკვა თვითონვე გამოაშკარავეს დასჯიან თუ არა არ ვიცი ჯერ არ ვიცი ჯერჯერობით ყველა ლოგიკით უნდა დასაჯონ, მაგრამ შეიძლება ისეთ აღმოჩნდეს რომ იმდენად რაღაცა
რაღაც საგიჟეთში ვცხოვრობთ, რომ შეიძლება ნუ გაირკვეს, რომ მე რა მოხდა ხალხო კორუფცია იყო და წავართვით ფული და ეხლა რაღაც თქვენ რაღაც ნერვიულობთ. ანუ აქ რაშია იცი საქმე? მე ფული მოგვიტანა არ ნერვიულობ. ხო, ფული წავართვით, აგერ ჯიბეში მაგას შე რაღაც ნერვი. შეიძლება ეგრეთი იყოს, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, იცი? რაღაცას, აი რაღაცა გადმოსახედიდან ეს პროცესი რომ იხსნებოდეს, ხო? ვიტყოდი რომ აი მეგობრებო, ცუდად არის საქმე. აი ეს ხდება. მაგრამ მე მგონი უფრო ცუდად არის საქმე. იმიტომ რომ ყველაფერი ხდება, კორუფციაში ყველანი არიან. თან პიარი ხო ეს როგორი თემაა, იცი ეს მაგარი თემაა. ეს მაგარი თემაა, პიარის მოუწყოთ, მოდი. მიდი აბა ტელევიზიებს დამიძახე. იქ ტელევიზიები მოიყვანეს, რაღაც გაატელევიზორეს. მერე აღიარა ხალხი. აღიარა, კაი კაცი, ცოტა რაღაც ეგეთი. აი რაღაც იგიჟე, რაღაც კომედიაც აღარ. რას ჩალიჩობთ ხალხო?